განსხვავება სახელმწიფოსა და ქვეყანას შორის. ქვეყნის განმარტება თავის დროზე მოხდა გიორგი მერჩულემ, ხო? ქართლად ფრიადი ქვეყანայի აღირაცხების, ალბათ ყველა ქართველმა ისინა საინტერესოებულებაა სხვათა შორის გეტყვით ახლა, რომელსაც აშინა ქართულისა ენითა ლოცვა აღევლინების და ჟამი შეიწირვის, ხო? ასე ჩამოაყალიბა მან ქვეყნის, ანუ ალბათ სხვა ქვეყნებსაც მსგავსი რაღაცა განმარტება ეხება, ხო? სხვათა შორის ეს წინადადება ჩემი აზრით არის პირველ წყარო ილია ჭავჭავაძის მაქსიმისა მამული ენას არწმუნება. ქართლი მამული, ქართულისა ენითა ენა და ლოცვა აღევლინების ჟამი შეიწირვის. მაგაზე არ მითქრია არწმუნება, ხო? ეს ჩემი აზრით ესენი ურთიერთდაკავშირებული ესენია და შეიძლება სწორედ აქედან ამოვიდა ილია, როცა ამ თავის მაქსიმას თუმცა ილიამ ეგ ფრაზა სხვანაირად იხმა რაჭარაში, ხო, იქ სარწმუნება ამოიღო და ისტორია ჩასვა მის ადგილზე. კი ბატონო, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკური მოქმედება იყო მის მხრიდან და არა ხო, ეს არის ქვეყანა. მოდი ასე ვთქვათ. შორს რო არ წავიდეთ საქართველოს ისტორიას რო გადავხედოთ. ქვეყანა საქართველო, რასაც ჩვენ დღეს საქართველოს ვეძახით. არსებობდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, ხო? მაგალითად მე-18 საუკუნეში ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობდა მინიმუმ 3 სახელმწიფო: ქართლის, კახეთის, იმერეთის და კიდევ იქ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, სამთავროები იყო, ოდიშის, გურიის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ქვეყანა ერთი იყო, სახელმწიფოები იყო რამდენიმე. ჩვენ ისეთი პერიოდი გქონდა, როცა სახელმწიფო არ იყო საერთოდ. დიახ, აი ეგ უნდა მეთქვა ხა. მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო არსებობდა 12-13 წლის განმავლობაში სულ. 1801 წლიდან გაუქმდა სახელმწიფო საქართველოში 18-21 წლებში 3 წელი არსებობდა მე-20 საუკუნეში, ანუ მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში სახელმწიფო არ არსებობდა. იქ არსებობდა 3 წლის განმავლობაში და 91-დან 2000 წლამდე კიდე რაღაც 9 თუ 10 წელი. სულ, მაგრამ ქვეყანა არსებობდა. ქვეყანა არსებობდა და სხვათა შორის ილიას იმაში ყოველთვის მასე არის, რომ საქართველო მისთვის ქვეყანა იყო და სახელმწიფო იყო, ხო, და სახელმწიფო შექმნა იყო სახელმწიფოს იმაში, კონკრეტულად. ანუ სხვა სახელმწიფოს იურისდიქცია ვრცელდებოდა ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ იყო საქართველო. და ილია ისთვისაც იბრძოდა საკუთარი სახელმწიფოს იდეა ქონდა მას. იგივე ახლა საფრანგეთში მე რამდენი რესპუბლიკაა, ის სხვადასხვა სახელმწიფოებია. იგივეა რომ ადამიანმა შექმნას რამდენიმე კომპანია, ან რამდენიმე ორგანიზაცია არაკომერციული და ასე შემდეგ, ხო? ადამიანი შემქმნელი ერთი იქნება, მაგრამ კომპანიები და ორგანიზაციები იქნება სხვადასხვა. ასევე ამ ხალხმა ამ ქვეყანაში შექმნა ხან ერთი სახელმწიფო, ხან მონარქია იყო იმ საფრანგეთში, ხან რესპუბლიკა იყო და მათ საფრანგეთში არ აცხადია, ყველგან იყო ეგეთი ცვლილებები, სხვადასხვა ფორმით. ამიტომ სახელმწიფო და ქვეყანა ერთ და იგივე არ არის და ერთი საინტერესო მომენტია, ქვეყანას პირველი პირი არ ყავს. პირველი პირი ყავს ორგანიზაციულ სტრუქტურას. იერარქიას ყავს პირველი პირი და 27 პირი. საინტერესო დაკვირვებაა. ქვეყანას პირველი პირი არ შეიძლება ყავდეს. ყველა თანასწორია და ეს თანასწორობა გამოვლინდება არჩევნების დროს.